ქრისტიანსკა ძვირფასოტალე მაყურებლებო მოგესალმებით, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გადაცემაში 4 ქუთაისში დაიწყო ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში. გახლავართ ამავე გადაცემის წამყვანი ნანა თევდორაძე და 15 აპრილის მზიან შუადღის მონაკვეთს გავატარებთ თქვენთან ერთად და ვეცდები, რომ სასიამოვნო განწყობა შეგიქმნათ მოწვეულ სტუმრებთან ერთად. გადაცემის პირველ ნაწილში ქალბატონი მაყოლა ქობულაძე შემოგვიერთდა აიბ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება განათლების განყოფილების უფროსი მაპატიეთ ქალბატონო მაყოლა მოგესალმებით ქრისტიანსკა რაოს დაეწარით მოხარული ვარ რომ ისევ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ როგორ ბრძანდებით როგორ ხართ მადლობთ თქვენ ცდილობ კარგად ვიყო განწყობა როგორია ნორმალური ცდილობას იყოს. ხო, ალბათ დამეთანხმებით, რომ ის გამოცდილება, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგიგროვდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ხოლმე და საკუთარი მეც არ დავივიწყოთ პარალელურად, როცა საქმეებს ვაკეთებთ ხოლმე. თან მით უფრო სასიხარულოა, თუ კი საქმე, რომელსაც მემსახურებით, გვიყვარს. თქვენ შემთხვევაში არაერთის ყოფილხართ გადაცემის სტუმარი სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ მე სხვა საკითხებიც მაინტერესებს დღეს კალიგრაფიის კონკურსთან ერთად. რამდენად მიგაჩნიათ, რომ გაგიმართლათ იმ მიმართულებაში და სფეროში ხართ, რომელიც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ. ვერ წარმომიდგენია სხვა სფეროში ყოფილიყავი. ვერ წარმომიდგენია. ვინი მოქმედა და რა მიმოქმედა თავის დროზე რომ პროფესია შეგერჩიათ? რა ვიცი, ოჯახმა. ალბათ ოჯახმა პირველ რიგში. შემდეგ პედაგოგებმა, რა თქმა უნდა. გამორჩეული პედაგოგები მყავდა. 203 წლის არის ჩემი ყოფილი სკოლა, მეექვსე საჯარო სკოლა. დიახ. ტიციან ტაბიძის. როგორ იხსენებთ იმ პერიოდს, როცა მოსწავლე იყავით? როგორ? გამორჩეული ვიყავი, ორი დები ვიყავით და გამორჩეული მოსწავლეები ვიყავით ორივე. თითქმის ყველა საგანში. და ყოველთვის ფიქრობდი, რა ყველაზე გამორჩეული ყოფილიყავი. და რაში გამოიხატებოდა ეს აკადემიურ მოსწრებაში თუ სხვა კუთხით იყავით ჩართული სასწავლო? აი ძირითადად აკადემიურ მოსწრებაში. რა ვიცი, ყველაფერი გამორჩეული უნდა მქონოდა. ციგნი იყო, კალამი იყო, ფურცელი იყო თუ რა. და ეს უფრო სტიმულს მაძლევდა, აი ციგნი. დიახ. დედა ესე მიკონტროლებდა, მე გავიგე წლების შემდეგ. რომ წავიკითხავდი, ვკითხულობდი, ამოწმებდა თუ მაი გადაშლის მიხედვით ამ წიგნს და შემდეგ მივხვდი. თან მაშინ ბიბლიოთეკა იყო, ბაგრატის ტაძართან ახლოს ცხოვრობდა. ჩემს სახლში ცხოვრობ. ბიბლიოთეკა იყო იქ და იქ ისეთი თანამშრომლები იყვნენ, წიგნს რომ წამოვიღებდი, დედა გამომკითხავდა, წავიკითხავდი, მაგრამ ისინი იქ იმდენ კითხვებს დამისვამდნენ, რამდენჯერ ყოფილა რომ ორჯერ წამიკითხავს წიგნი. პატარა ვიყავი და როგორ მაქვს პასუხისგებლობა მქონდა. და ასე მე მგონი ახლა არ აკეთებ. ნაცი. ქალბატონო მაყოლა, დები ვიყავითო. შეჯიბრობითობა, ალბათ ჩვენ ადამიანები გვაქვს და ყოველ ბავშვობაში მით უფრო სხვაგვარი ეგო გვაქვს. დასთან მიმართებაშიც გქონდა ეს რომ რაღაც მასე უკეთესი მოსწავლე უნდა ყოფილიყავით, ან ის ყოფილიყო თქვენზე. ჩემი და ჩემზე უმცროსი იყო და გარდაცვლილი ყავს და დიდი ხანია ახალგაზრდა გარდაიცვალა. და სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა, ძალიან ახლო რა, ის რომ გარდაიცვალა მე დავრჩი იმ მომენტში წერტილი, ალბათ 1 წელი და შემდეგ ჩემს მეგობარს ვუბნებოდი ცოტა გასქელდა ჩემი წერტილი მეთქი და ახლაც ასე მგონია უკვე 2004-ში გარდაიცვალა და ასე მგონია ახალი წასულია და თუ დავიჯერებენ ორჯერ ვიყავი საფლავზე და ეს სურვილი გამიჩნდა აი 3-4 წლის წინ. მანამდე ვერ წარმომედგინა და მე იქ ვერ მივდიოდი. განსხვავებული ვარ ყველანაირად, ძალიან ემოციური ვარ. ხო, მესმის თქვენი აბსოლუტურად და გაგებით ვეკიდები ამ საკითხს, მაგრამ ალბათ ჩვენ ქრისტიანებს უნდა გვწამდეს, რომ არსებობს ხო სადღაც სხვა განზომილება. სადაც ერთმანეთს ისევ შევხვდებით. კი, ალბათ იმედს დავიტოვებ ყოველ შემთხვევაში, რომ ასია. ქალბატონო მაყოლა, სხვადასხვა
ჯამში პრობლემები საქართველოში თითქმის იდენტურია ყოველთვის, მაგრამ მაინც განსხვავებული თაობა ვართ, ხო? აი იმ პერიოდის ბავშვურ მოგონებებს როგორ იხსენებთ, გარდა სწავლისა და იმ პეწისა, რომელიც გიყალიბდებოდათ წლიდან წლამდე და წამიდან წამამდე, როგორ ერთობოდით, როგორ გაგყავდათ თავისუფალი დრო და რა მიზნებს ისახავდა ქალბატონი მაყვალა? ძირითადად ეხლა გოგონები ვიყავით და მამა ცოტა მკაცრი მყავდა. ქუჩაში თუ ვიქნებოდი და ბავშვები დაინახავდნენ, რომ მამა მოდიოდა, დაგვიძახებდნენ, რომ მოდისო და ეზოში შევიდოდით. ასე რომ ძალიან ისეთ მისი აღვიზარდეთ, რომ მართლა აი ბებია, ბაბუა და მშობლები. სულ სახში ვიყავით და ალბათ მეცადინეობდით და თვითონ თამაშობდით და ჩვენთან თუ მოვიდოდნენ, თორე ჩვენ იშვიათად რო გარეთ გავსულიყავ. და დღევანდელი გადასახედიდან რამდენად სწორი მიდგომაა თავად დედა ბრძანდებით და მსგავსი მკაცრეებს იყენებთ თუ ეგრეთ წოდებული ლიბერალური მიდგომა მიგაჩნიათ გამართლებულად? სიმკაცრე არ დამჭირვებია. როგორიც აღვზარდა შვილები და როგორც მინდოდა, თავისთავად თანდათანობით ისეთები არიან. დიახ. ამით კმაყოფილი ვარ. თავარი ალბათ ეგ არის, რომ კმაყოფილი იყოს არა მხოლოდ დედა, შვილებიც ხო მათთან ერთად. კი, თქმა უნდა. ქალბატონო მაყვალა, ახლა ხანს ჩატარდა გუშინ კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ახლა არ დაბადებულა და თავისი ისტორია აქვს, ხო? რომ გვიამბოთ კალიგრაფიის კონკურსის. მე 12 წელია უკვე. ხო, ხუმრობა საქმე არ არის. როდის ჩაისახა ეს იდეა და რამ განაპირობა? 2014 წელს მურღულია იყო მაშინ ქალაქის მერი და დამიძახა და მითხრა, რომ აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე პროექტები მოიფიქრე და მომაწოდე რა პროექტებს მოიფიქრებო. მე პროექტები მანამდეც მქონდა, მოფიქრებულიც მქონდა, განხორციელებულიც და პირველი დავიწყეთ კალიგრაფიის კონკურსით. თუმცა მას შემდეგ იყო ჩემი სკოლის მატიანე, რომელზეც წიგნიც დაიბეჭდა. ყველა სკოლის ისტორია არის აი ამ წიგნში. შემდეგ იყო 2016 წელს გაიცანი ჩემი ქალაქი, ეს ქუთაისს ეხებოდა. ეს იყო ბლოგების, ვებგვერდების კონკურსი და დღესაც გრძელდება. და სხვადასხვა თემატიკით, რა თქმა უნდა, იქ გაიცანი ჩემი ქალაქი ხომ არ იქნებოდა სულ. შემდეგ თავისუფალ თემებს ვაკეთებდით. და დაინტერესება ძალიან დიდი იყო. მხოლოდ წელს, მიმდინარე წელს ისევ გადავწყვიტეთ, რომ აი ამ ბავშვებმა, რომლებიც მაშინ სწავლობდნენ და იმუშავეს აი ამ წიგნებზე, უკვე დასრულებული ქონდათ სკოლა და მაინტერესებდა სიახლე როგორ იქნებოდა და წელს პირდაპირ კონკრეტული თემა იყო გაიცანით ჩემი ქალაქი და კიდევ ვაპირებთ, თუმცა ბევრი სკოლა 32 სკოლა იყო სულ და აქედან ქუთაისი. აქედან 12 სკოლა გადავარჩიეთ, რომ კონკურსზე მიიღო მონაწილეობა და აი ამ 12 სკოლის ნამუშევარს ალბათ გამოუშვებთ საკუთარი ხარჯებით მინდა გავაკეთო. როდის იგეგმება? აი უკვე ჯერ მუშაობა უნდა ის ხომ ვებგვერდებია, აქედან ამოკრება უნდა მასალებს და ალბათ ამ ზაფხულში დასრულდება. რამდენად საინტერესო პროცესია უშუალოდ მოსწავლეებისთვის ეს სამუშაო განწყობები და გარემო, რა დრო ეძლევა? ძალიან საინტერესო პროცესია, ძალიან დაინტერესებული არიან, იმიტომ რომ მათ უხდებათ სიარული, მოძიება, ინტერვიუების აღება. ერთ-ერთ სკოლაში გახდით 36 სკოლა იყო ღონისძიებაზე და რომ გამოვედი, მოსწავლე გადამეღობა და რომ მივდიოდი უკვე და უკაცრავად აქ ჩაწერა არისო და იქიდან წამძადითო და კი უთხარი და მობრუდი და რომ მობრუდი და დამინახეს იქ არაო და მე დირექტორი წამოგვეწია და ქალბატონო მაყვალაო ესო თქვენ პროექტზე მუშაობენო და მოწეული ყავთო და ძალიან გამიხარდა, ძალიან არ ვიცი. და რა უნარჩვევებს უვითარებს ბავშვებს? აი მაგალითად ბიბლიოთეკაში დადიოდნენ, ეძებდნენ აი ძველ მასალებს, ისტორიას, ქალაქის ხიდია თუ შენობა თუ წარმატებული ადამიანებია, ასევე არქივში პირველად მეც გავყევი და დიდი მადლობა ბატონ მერაბ კეზევაძეს, რომელმაც გულდასული ჩადო ჩვენს პროექტში და
ხელის უწყობდა ბავშვებს, რომ მოეძიებიათ თვითონ გამოყოფილიყო მათთვის ერთი დარბაზი და ემბუშავათ და ეს ყველაფერი დადებითად აისახება. Რა თქმა უნდა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რეზონანსიდან გამომდინარე პროექტი გაგრძელდება. გაგრძელდება? კი. ძალიან სასიამოვნო. ანუ სკოლიდან რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, რამდენი მოსწავლე მუშაობს თუ იქ ხელმძღვანელი ყავდათ, ზოგს 2, ზოგს 3 და 10 ბავშვამდე გააჩნია. გასულ წელს იყო მხოლოდ 31 სკოლიდან მხოლოდ ერთმა მერვე კლასელმა გააკეთა. ეს ვებგვერდი და საინტერესო თემა იყო, სამწუხაროდ არ მახსოვს რა თემა იყო და უცებ მოხდა ისე, რომ არ გაიხსნა ეს ბლოგი. შემდეგ გავაგრძელეთ ჩვენ კონკურსი და პირველი ადგილი დაიკავა იმ ბავშვმა. ისეთი კარგი, კიდევ კარგი რომ რაღაც მოვახერხეთ და უყალოდ არ დაიკარგა. ხო, ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი რაღაც ძალიან გვინდა, შეიძლება ერთმა ადამიანმაც იოლად გაართვას თავი. რა თქმა უნდა. გადავიდეთ კალიგრაფიის კონკურსზე. ძალიან დიდი რაოდენობით ჩართულობა იყო წელსო, როგორც გავიგე და თქვენ რაც არ ვიცით, დეტალებზე რომ გვიამბოთ. ყველამ ვიცით, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვართ და ამ დროს ძალიან ძალზე მნიშვნელოვანი არის ზრუნვა კულტურული მემკვიდრეობის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად და ამისათვის აუცილებელი არის და აუცილებელი არის კალიგრაფიის ჯერ იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნიშნის ანბანის პოპულარიზაცია და კალიგრაფიული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და სწორედ ამას ემსახურება ეს კალიგრაფიის კონკურსი კალიგრაფიის განვითარების ხელშეწყობას. თავიდან ჩვენ 2015 წელს დავიწყეთ, თუმცა ბიუჯეტში 2014 წელს ჩაიდო ეს პროექტები და პირველ წელს მხოლოდ მოსწავლეები ყავდა, მერვე მე-12 კლასის მოსწავლეები. და პირველ კონკურსზე იყო 50 მოსწავლე და დავიწყეთ პირველი საჯარო სკოლის შენობაში ჩავატარეთ მაშინ და პირველად ძალიან ინტერესი გამოამჟღავნეს, ბევრს დაბალ კლასელს უნდოდა და კონკურს გარეშე ჩავსვით. ამის შემდეგ მეორე წელსაც მარტო მოსწავლეები იყო, მაგრამ შემდეგ პედაგოგებმაც გთხოვეს და დაამატეს პედაგოგები, 2 კატეგორია ყავდა. საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები. შემდეგ გამოჩნდა სამუსიკო სკოლებიდან ახლა იქვე მსახურებით გაერთიანებაში სასწავლო დაწესებულებებიდან სხვა უნივერსიტეტიდან ხომ იყვნენ იქ პედაგოგების რა დააშავეს იმათმა და დებულებაში ჩავასწორეთ რომ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან და კიდე გაიზარდა. ამის შემდეგ გაიზარდა კიდევ. ამის შემდეგ მოხდა ისე რომ უკვე 12 წელია და 3 წლის წინ ძალიან შემაწუხა იმა რომ აი თუნდაც ეს საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსელი არის ელენე ენდელაძე, რომელიც პატარა იყო ჩემს კალიგრაფიის კონკურსში რომ იყო მონაწილეობა პირველად და დამებადა ეს აზრი რომ მოდი ეს კატეგორია რაღაც კატეგორია დავამატოთ მეთქი და ბატონ დავით ერემეიშვილთან ეს დესანტი გაუშვირო მიტყვიან სამი ფუტკარაძეს თხოვე რომ თუ შეიძლება მეთქი რომ ესა შეეკითხე მეთქი თუ ასეთ რამე შეიძლება თქო და ძალიან დაინტერესებული სხვათა შორის სულ დაინტერესებული იყო კომისიის თავმჯდომარეც იყო სარაქვია ბატონი დავითი მოადგილე რო გახდათ სარაქვია ყოველთვის და ინტერესით ეპყრობოდა ამ კალიგრაფიას და მართლა სასიხარულოა ეს და დავამატეთ ვაპატიეთ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. და რამდენად გაამართლა ამ სიახლოვეს? აი მე ძალიან მიმდინარე წელს, ახლა წელს აი ყველაზე კარგი იყო ეს სხვადასხვა პროფესიის დიასახლისები, აი 2 ექიმი მყავს, 2-ვე ამ წუთში არ მუშაობს, სტუდენტები და რა ვიცი სკოლის დირექტორებიც. კი, ალბათ ეს გარემო უფრო საინტერესოა და სასიამოვნო. როცა შეიძლება გვერდით ჩემი მასწავლებელი იყოს მე მოსწავლე და ეს შეჯიბრობითობა ალბათ რაღაც ამოხარხულობას ხსნის და სხვა კუთხით გააცნობთ ამ ადამიანებს ერთმანეთს. ხო, მანამდეოდ უნდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ ციფრულმა ეპოქამ ლამის საწერ-კალამი დაგვავიწყა ხო ადამიანებს და თან საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ახალგაზრდებს არ ეხება.
დიდ დროს უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ატარებენ ხო სოციალურ ქსელში და დიახ, რა თქმა უნდა და მაგრამ მე რა მინდა იცი დაგეკითხოთ კალიგრაფიის კონკურსი გასაგებია რომ თავისი მცირე წვლილი შეაქვთ, მაგრამ უფრო გლობალურად რო შევხედოთ, აი ამ პრობლემის მოგვარება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ის რომ უბრალოდ თუნდაც არ გულისხმობ იმას, რომ ლამაზად დავწერო, ზოგადად დაგვავითხრეს ადამიანებს. დიახ, მართავს ბრძანებთ, ეს კალიგრაფია არ არის მხოლოდ ეს ლამაზად წერის ტექნიკა. ეს არის ეროვნული მონაპოვარი. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არ დაგვეკარგოს და ვიშრობოთ რა. ძალიან დღეს ახლა მაგაში ვერ დაგეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე ხელით წერას. და სულ ვასწავლი და ვეუბნები მათ, რომ აი ეს ხელით წერა გამოუმუშავებს ადამიანს, მოსწავლესაც და უფროსაც, აი მეც აკურატულობას, აი დროის მართვას, აი ნაწერში ჩანს ხასიათი ადამიანის. ეხლა აქ ვარდასახელი არ აწერია ამას, მაგრამ მე ყველას გეტყვით, რომ ვისი ნაწერი ამათი ხასიათები ახლა რომ მონაწილეობენ წლებია ამ კონკურსში, ხო? აი ყველას ვცნობ. ჩემს კალიგრაფიას გადახედოთ, მე და ჩემი ხასიათი რა. თქვენი ამ წინა გადაცემებში რომ ვიყავი, აი მახსოვს ნამდვილია ხო? და ეს ხელით დაწერილი მასალა ამ მეხსიერებაში უფრო ჩაიბეჭდება. უფრო ღრმად ილექება რომ იტყვიან და კომპიუტერით დაწერილი თქვენმა მეუღლემ რომ მოგწეროთ კალიგრაფიულად ის წერილი უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნება თუ დაბეჭდილი რომ მოგიტოთ კლავიატურით. ხელით ნაწერი თან ჩემგან განსხვავებით ძალიან ლამაზი კალიგრაფია აქვს მინდა კითხვა. მიიღოს მონაწილეობა მომავალ. გადავცემ და იქნება ოჯახმა მივიღოთ მონაწილეობა და ჩავერთოთ. ალბათ უნდა მაყოლა კონკურს ამ წლების მანძილზე ალბათ ერთგული ადამიანებიც ყავს ხო ვინც ყოველთვის იღებს ხოლმე მონაწილეობას. თორმეტი წელი თუ არა რაღაც რამდენიმე წელი აქტიურად არის ჩართული და ელოდება ხოლმე. სხვათა შორის გააუმჯობეს ეს კალიგრაფია. მყავს ახლა ერთი კონკურსანტი, სტუდენტი არის, მაგრამ პედაგოგად მუშაობს. ბოლო კურსი არის 29 სკოლის პედაგოგი არის და მან რომ კალიგრაფიულად იმუშავა კონკურსზე ამის შემდეგ ყოველ დღე წერს და მიყრის მესენჯერში ან WhatsApp-ზე მის ნაწერებს და უკვე გუში რომ ნახე მისი დაწერილი უკვე ვეღარ ვიცანი ის არის გაუმჯობესებული და ნუ ესეც მე მგონი დადებითია და ინტერესი რომ ჩამოუყალიბდათ ეს მასტერ-კლასებს რომ თხოვლობენ ეს დადებითია მაგრამ თავარის კი არ არის აი კალიგრაფიის კონკურსია და დასხა ეს ხალხი და აბა კალიგრაფიულად გადაწერეთ ეს აქ თავარი კრიტერიუმებია. აქ თავარი რასაც ყურადღებას ვაქცევთ, ფურცელია, მინდორი ქვია, რომ ეს განაწილება უნდა იყოს. ზოგმა შეიძლება ამას არ მოგისმინოს, არ გააკეთოს ბოლომდე, ეს დიდები უფრო ისმენენ და უფრო აკეთებენ. ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და ყველაფერს ენიჭება, ეს არა ქვია, მნიშვნელობა. ამის გარდა ეს არა ქვია თითოეული ნამუშევარი ძალიან შთამბეჭდავია. შთამბეჭდავია. არის ნაშრომები, რომლებიც მე არ ვანიჭებ უპირატესობას, თქვათ, კი ძალიან ლამაზია, მაგრამ ძირითად აქცენტს მაინც ვაკეთებ აი ამ კალიგრაფიაზე, აი ამ მოხაზულობაზე და ჩვენს სიმდიდრეზე და მთავარი არის ეს და ვეუბნები ამათ, რომ დახატული ეს ხატვის დროს გამოიყენე ხო? ზედმეტი გადატვირთული არ უნდა იყოს. ნამუშევრების დიახ და ეს წარმოაჩენს ალბათ ქართული წერის კულტურის უფრო მაღალ სტანდარტს და მე მიყვარს ყველაფერი ხარისხიანად რომ გამოვიდეს და აი წელს ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მართლა ისეთ 205 ადამიანი იყო 8 ოთახში იყვნენ განაწილებულები, იქედან ხმა არ ისმოდა. აი რომ გაყვებოდით სტუმრები იყვნენ თბილისთანაც იყო ხელნაწერთა ინსტიტუტიდან ქალბატონი, რომ გაყვებოდით ამ დერეფანს, აქაც არიან თვითონ უკვირდათ, რომ აი როგორ ორგანიზებულად და მიეჩვივნენ უკვე. ამის გარდა ანბანის ვეუბნებ ძირითადად თანამედროვე არის მხედრული და ეს მრგვალი მოხდენილობის ისა კი შეიძლება ასომთავრული რაღაც გამოიყენონ, მაგრამ ეს უფრო გასაფორმებლად, მაგრამ ეს კუთხოვანი და ეს ერთმანეთში არ მიდის შესაბამისობაში და ამას ყველაფერს ჩვენ მასტერ-კლასების დროს ვეუბნებით, პრაქტიკაში ვაჩვენებთ და ამან ძალიან იმოქმედა, აი გასულ წელს ჩავატარეთ
იქ გაიგეს რომ მასტერკლასი იყო და დაწყებითი მასტერკლასებს გადიან თუ როგორ გააჩნია ახლა მაგალითად ახლა მოითხოვეს და ახლა ვაკეთებთ და პატარა ბავშვები მოიყვანეს პირველი სკოლიდან და შემდეგ თხოვეს რომ ადგილზე თუ ჩაუტარებ და რაღაც და ნეტა ვინმეს ითხოვოს რომ მასწავლეო და რა თქმა უნდა სრულიად უანგაროდ ყველა მოემსახურება. წელს ყველაზე პატარა მონაწილე და ყველაზე დიდი რამდენი წლის? 6 წლის იყო ყველაზე პატარა მონაწილე. გორდელაძე ნიკოლოსი. და ძალიან ინტერესიანი იყო უბრალოდ რომ დაინახა ამდენი დიდი უფროსი თაობა და რაღაც ცოტა შეშინებული თვალებით იყურებოდა, მაგრამ გაართვა თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი და დაიმსახურა სერტიფიკატი, როგორც პატარა მონაწილე. კონკურსანტებს დავალების შესასრულებლად რა დრო აქვთ ხოლმე განსაზღვრული თუ რა ზეა? კონკურსანტებს 2 ასტრონომიული საათი აქვთ განსაზღვრული დავალების შესასრულებლად და ეხლა 3 კატეგორია იყო და ეს არის თვითმმართველობის მერიის კონკურსი არის ბიუჯეტში თანხა იქიდან გამომდინარეა საპრიზო ფონდი ყოველთვის იცვლება ეს თან მომაბეზრებელი იმიტომ არ არის რომ ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკით აგვაქვს სხვადასხვა ფორმით აგვაქვს ეხლა სულ სხვა ფორმა მაქვს მოფიქრებული მომავალ წელს სრულიად განსხვავებული იქნება აი ამ კონკურსისგან და რა ვიცი მე მგონი ეს სიახლეები აუცილებელია და რას გულისხმობთ თუ ჯერ ადრეა სიახლეზე საუბარი ჩვენ სხვადასხვანაირად გქონდა აი მაგალითად თავიდან რომ დავიწყე 2 დავალება გქონდათ ჯერ იყო როგორც მასტერკლასი ისე მაგრამ უფრო საუბრები შემდეგ ვაკეთებდით ნუ დავალება იყო ანბანიდან დედნიდან ასლის გაკეთება შემდეგ ამაზე საყოდურები იყობით რომ გარე ხალხისგან ეს როგორ შეიძლებაო რომ იამსგავსო ნუ არ შეიძლება მაგრამ იქიდან ნებართვა აღებული ქონდა ოთარ ქანდარიას ანბანი ქონდა აღებული და ბერმა თითქმის ისე გააკეთა ზოგმა თავისებურად შეცვალა მაგრამ ეს დადებითად აისახა და თანხმობაც აღებული ქონდა მეუღლისგან მისი მეუღლისგან და შვილისგან და მეორე იყო ნაბეჭდიდან თავიანთი ხასიათის გემოვნების მიხედვით. ძალიან საინტერესო. წლევანდელ თემებზე რაც გვეტყვით? რა თემა ავარჩიეთ? წლევანდელი თემა ტარიელ ხარხელაურის ლექსები მქონდა გათვალისწინებული. მაგრამ შემდეგ ეს ამბავი რომ მოხდა ილია მეორის წასვლის შემდეგ ორივე თემა მქონდა ამორჩევით იყო და თანაბრად გააკეთეს ხარხელაურით და ილია მეორის გამონათქვამები და ლოცვები. ეხლა მინდა დავამატო რომ დაინტერესებული არის ძალიან და ეხლა გამოცხადებული არის კოლხური დიადემა ასეთი საერთაშორისო კონკურსი არის კალიგრაფიაში და კალიგრაფიის როგორ თქვა და ჟიურის თავმჯდომარედ დამასახელეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა მაქვს ეს ონლაინ არის თითქმის 30 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობს მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს და ჩემმა კონკურსანტებმა 70-მა უკვე განაცხადი გააკეთა თურმე და მონაწილეობენ აი ამ კონკურსში და აი ძალიან მიხარია როდის გაიმართება ეს კონკურსი? ეს კონკურსი ახლა ეს არის ჩემ გვერდზეც რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელებულია და 26 მაისს იქნება გრანდიოზული დაჯილდოება ზუგდიდში. და ეს ჟიურის თავმჯდომარე იყოთ, როგორი აზრებთ ახლა პასუხისმგებლობას? ძალიან დიდი მაგრამ პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კიდევ ქუთაისიდან არის აკაკ წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ახალგაზრდა მექი ლობჟანიძე და პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ გვაპატიებს. ხო, მამული ბატონი ბამბული და რა ვიცი ძალიან დიდი თვითონ ბატონმა მექი მითხრა რომ შეხვდეთ ერთმანეთს ახლა ონლაინ მაინც არ გამოვა ხო იმდენად მაგრამ ვინც გადმოაგზავნის ჩვენი ემიგრანტები იქ ხო ესა
ძალიან ამაღელვებელია ხო ალბათ ემიგრანტები დისტანციურად ერთობოდეს. ძალიან დისტანციურად დავალება არის სამი დავალება თან ონლაინ უნდა ნაწილობრივ გადაიღონ ერთწუთიანი რაღაც ვიდეო რომ ნამდვილად ისინი წერენ და ძალიან საინტერესო იქნება. დედაენის დღე აღინიშნა გუშინ ქალბატონო მაყოლა რას ნიშნავს რომ წერდეთ, ფიქრობდეთ, აზროვნებდეთ ქართულად? ჩემი აზრით სიცოცხლეს ნიშნავს. დედაენა რომ არ იყოს, მგონი არ იქნებოდა, ავიცი მე ასე წარმომიდგენია. როგორც ქუთაისი რომ არ იყოს, ვერ წარმომიდგენია სხვა ქალაქში არც ცხოვრება და არც ავიცი. ჟიურის წევრებზე მომახსენეთ ვინ იყვნენ წელს ჟიურის წევრები და შემდეგ ქუთაისის სიყვარულზეც დაგეკითხებით თუნებას დამთავრდა ცხადია. ჟიურის წევრები გახდათ კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ასევე იყო მხატვრები და დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, რომლებიც კონკურსის პერიოდშიც იქ იყვნენ, რაც მითითებას თუ ვინმეს დაინტერესებდა თავიანთი კუთხით აძლევდნენ, რა თქმა უნდა, ეს კრიტერიუმებზე მაქვს ლაპარაკი საუბარი და ძალიან მადლობა ყველას. მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა ესა ამორჩევა ხო გამორჩევა ძალიან ახლა ხო ესენი საუკეთესოა მაგრამ კიდევ საუკეთესოები არიან არიან ადგილოსანი ხო ის რასაც მე ვხედავ პირველი სედელაძე რომ გითხარით ეს არის ნამუშევარი ბატონო ეს მეორე ადგილია ანუ ეს გახავთ პირველი ადგილი ეს არის დროებით უმუშავარი ნია ქორიძე ძალიან ამაზად გააკეთა ეს მხატვარი არის მარი ბაგრატიონი და მინდა მოგახსენოთ გენადი მარგველაშვილს მისი ნაშრომი ხომ არის 51 საჯარო სკოლის დირექტორს ბატონმა გენადი დაწერა სამ ფურცელზე დავალება მე მეუთხარი ბატონო გენადი მეთქი რომელი საკონკურსოდ რომელი დავტოვოთ მეთქი და შენ გემოვნებაზე მინდვიაო და რომელიც კიდე ის დატოვეს საკონკურსოდ და ამის შემდეგ ორი დღის შემდეგ კიდე გამომიგზავნა კიდე დაუწერია და ბატონ გენადის ჩვენ წლების წინ გადავწერეთ ვეფხისტყაოსანი გადავაწერინეთ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს და შესავალი ბატონ გენადის დაწერილი მაშინ პარლამენტარი გახდათ ასე რომ ძალიან დაინტერესება გამოიწვია და მიხარია. იმეც დავიტოვებ რომ მომდევნო წელს მიიღებ მონაწილეობას. არა, არ ვიცი. გაჩნია კრიტერიუმების შეფასების შეცვლით თუ იქნება დავფიქრდები სხვა შემთხვევაში ან მე ვგულისხმობდი მხოლოდ იმას რომ მონაწილეების რაოდენობა გაიზრდება და კიდევ უფრო განსხვავებული ასაკი და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იქნებიან ალბათ ეს მიანიშნავს იმას რომ კონკურსი კიდევ უფრო მეტად პოპულარულია ხო და კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ და თქვენ ცუდი ნათქვამია მაგრამ აიძულებთ ხოლმე აი საკუთარ თავს ვქოთ დაღლილი მიხვედით სახლში და ყოველდღე უნდა დაწეროთ აუცილებლად არა დაღლილია თქვენი ჩვეულება ეს თვითონ როცა ოდნავ 10 წუთიც რომ იყოს თავისუფალით რომ თავშდები ხოლმე და ანუ ეს ყველაფერი მინდა რომ უკვე კალიგრაფიულად გავაკეთო ეს ყოველდღე ხდება ეს ამბავი თითქმის ყოველდღე და როგორი თერაპია და რა შეგრძნებები ეთერს ამბობდით რომ თითქოს ყველაფერი ცუდი გავიწყდება იმდენად ჰარმონიულად აი ნამდვილად წამალი არ გჭირდება ეს იგივე წამალია თუნდაც ვინმემ ვისაც აქვს მიდრეგილება ხა რო კალმისტარი ან უფრო გელიანი კალამზე მაქვს საუბარი და ფურცელი აიღოს და აქვს სურვილი აი როცა ერთ სიტყვას დაწერს მე მგონი მე თვითონ მოთხოვს თავისი გონება რომ გააგრძელოს და მართლა ეს სიყვარულით წერდა რა ვქნა. ალბათ მით უფრო თუ რა იმეს დავწერთ ხელით და მოგვეწონება კიდევ გამძაფრებს. იცით რა ვაკეთებ? აი მაპატიეთ და სამსახურშიც რო დამიწერია ხა ერთი 5 წუთი რაღაც, მე გადამიხევია და ხელში მომვარდა ერთი თანამშრომელი და ვაი რატო არა მოთხარ მე არ მომწონს. ვაიმე მე მომწონს, მე არ მომწონს, რა ვქნა. ანუ საკუთარი თავის შეჯიბრობითობის პრინციპს ვაგრძელებ. ქალბატონო მაყოლა, ქუთაისი რა არის თქვენთვის? ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია. როგორ თქვა ხა? თან ისეთ უბანში ვცხოვრობ. მაგაც სიყვარულის უბანია და ერთხელ წყალტუბოში მუშაობდი ადრე და იქ
ცოტა რა მოხდა, არ ვიცი, ცუდად გავხდი თუ რა იყო და ტაქსი გამოვაძახებინა და ქუთაისში წავედი სახლში და აი უკეთ გავხდი. რა ვიცი, ქრისი ორი კვირა რომ წავიდე სადმე რომ მოვიდა ჩემმა მშობლებმა იცოდნენ რომ მე სახლში რომ შემოვიდოდი ვტიროდი. აი უკვე ჭიშკარში შემოვდიოდი და არავის არ უშვებდნენ ბებია იყო თუ ბაბუა რომ აცადეო ცოტა ხანს. აი სიყვარულია, მეტი სიყვარული არც მიფიქრი არასოდეს სადმე წასვლაზე, რა ვიცი. ძალიან მიყვარს. გისურვებთ რომ კიდევ დიდხანს იყოთ და აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმიანობა. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ წარმატებები კალიგრაფიის კონკურსს და ყველა იმ პროექტს რომლის განხორციელებაც გაქვთ განზრახული. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, კარგ კვირას გისურვებთ და დროებით აგმშტობებით მორიგ საერთო შეხვედრამდე. ნახვამდის. სურფესო ტელემაყურებლებო, გადაცემის პირველი ნაწილი ამით ასრულებულია. რამდენიმე წუთით ჩავისვენოთ და ისევ დაუბრუნდებით სტუმართან ერთად, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.